უნდა ვიცოდეთ რა საწვავი. მე მგონია რომ საწვავი. ნუ კი ვიცი რომ რაღაცა თუ სუპერი ქვია ან პრემიუმი უკეთესია ვიდრე სულ არაფერი რო არ აწერია, მაგრამ აი აფუჭებს თუ არა შედარებით იაფიანი საწვავი, შედარებით კარგ იმას რა ქვია, ძრავს და კიდე იცი რა მევლოდ, აი ეს რა ქვია და რამდენი კიდე იცი რა. დაყავი კითხვები ესე კატეგორიება და ნაბიჯი გაგცემ პასუხს, ხო? ანუ საწვავის შერჩევა. რითი ვიწყებთ? მე ვიცი რომ ფასით. არა, მე ვიცი რომ ყველა მანქანის ბენზინის ავს აწერიაო. ხო, კი, აწერია, ну თუ ავს არ აწერია, სადმე ყველა ვარიანტი აწერია ავტომობილს. სულები მაინც მოყვება მანქანა. ხო, რომელსაც მოიხმარს ის ავტომობილი, ანუ რაზეა დამზადებული, რისთვის არის მზად რომ მოიხმაროს. და ზოგადად ტექნოლოგიები მაინც წინ მიდის ყველაფერი, მირბის კი არ მიდის წინ. და ტექნოლოგიები, ანუ როგორც ავტომობილების ტექნოლოგიები იზრდება, ასევე საწვავის ტექნოლოგიებიც მიდის წინ, იმიტომ რომ შესაბამისობაში და მოვიდეს რაღაც საწვავი, რომელიც ადრე ჩვეულებრივად გამოდგებოდა უკვე დღესდღეობით ისე არ გამოდგებოდა. 1.07-ზე ვთქვა. ხო, ну 1.07 ხო ძალიან მარტივად დამზადებული. ძალიან მარტივად. გავიზარდეთ ამაზე. ხო, დამზადებულია და ну პრინციპი მაინც რა, თვითონ ძრავის მოქმედების პრინციპი როგორ მუშაობს რავი, ხო? ну არ იცვლება, მაგრამ იცვლება ზუსტად ესაა, ჩაფრქვევის სისტემები, ზოგადად მე დანამატები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეხლა ხო მოდი მაინც წარმოდგენა რომ შევქმნას, იმიტომ რომ წინა თემაში, როცა ჩვენ წყალს ვადუღებდით და საუბრობდით რა და როგორ ხდება, აღმოჩნდა რომ ბევრმა არ იცის თუ რომ წყალი საერთოდ ბრუნავს და ისე გრილდება ავტომობილი. ეგონათ რომ უბრალოდ წყალი ასხია და ხო მინდა ვთქვა რომ წყალი ბრუნავს და ისე გრილდება და ამ შემთხვევაში ამიტომაც მოგიტანეთ ანიმაცია, რომ ანიმაციით ვნახოთ რა ხდება, როცა ვაწვევით სტარტის ღილაკს, ანუ სტარტის ღილაკს დავაწექით ან გასაღებით დავქოქეთ, ხო გადავატრიალებთ. საწვავი მიეწოდება სისტემას. სისტემა, ეს არის ჩაფრქვევის სისტემა, ну სხვადასხვა ეს პრინციპში ამ შემთხვევაში ჩაფრქვევა, ეს ეგრეთ წოდებული ინჟექტორი, ჩაეფრქვია საწვავი. საწვავის ჩაფრქვევის შემდეგ ხდება შეკუმშვა და მიეწოდება ნაპერწკალი და ფეთქება. ანუ პრინციპი ზოგადად კი, ყველა ავტომობილში თუ ის არ არის ელექტრო, რა თქმა უნდა, ხდება ეს პროცესი ხდება ყველგან. ამის შემდეგ მოდის ბრუნვაში, ანუ ძრავი ბრუნავს, ყველა ჯერზე ანუ ამოისუნთქა, ჰაერი ჩაესუნთქა, მიეწოდა ნაპერწკალი, ჩაეფრქეს საწვავი, აფეთქდა. ეს რა ხშირით ხდება? აი, თუ ჩვენ დავაკვირდებით ეგრეთ წოდებულ ტახომეტრს, რომელიც ზომავს ძრავთა ბრუნთა რისკს, ხო, ბრუნთა რისკს, ანუ 1000 ნიშნავს წუთში 1000 ბრუნი. ანუ 1 რო დგას წუთში 1000 ბრუნი, ანუ ძალიან სწრაფად ბრუნავს რეალურად ძრავი შიგნით და ზამთარში რომ ქოქავ და ველოდებით ხომ რომ 2-ზე აიწიოს, ესე იგი ბრუნებს ანუ 2000 ბრუნია, ხო. მაგრამ ისიც მინდა დანარჩენი პრინციპში აი ხედავ, დანარჩენი უკვე დანამატია გარედან, ზოგი რას აკეთებს, ზოგი რას ძრავისთვის, ანუ მთავარი მაინც არის ის რაც შიგნით ხდება. ანუ შესაბამისად საწვავი რო თავდება, ამ ყველაფერს უნებრივია ვეღარ აკეთებს და ჩერდება. მართლა? ხო, ამიტომაც გალფმა მინდა ვთქვა, შემოიტანა სპეციალური საწვავი, რომელიც უკვე თანამედროვე არ თავდება არასდროს. რომელიც თანამედროვე სისტემები არის მორგებული და არა მარტო თანამედროვე სისტემებზე, რაც უფრო თანამედროვეა, რაც უფრო მაღალი ტექნოლოგიით, ყველა ძრავს უხდება ის, როგორ არ დაისვაროს სარქველები, როგორ მოხდეს ის უფრო უკეთეს შეფრქვა და მთავარი ეკონომია და ეკოლოგია. და ალბათ ხარისხიც ხო ეკოლოგიურად სუფთა არის. ხო და ფასის შესახებ გითხავთ ჩვენ სტუმარს. Первый пост у Марсатковс. Каха Киртадзе, გაფსწარმოებელი მარკეტინგის მენეჯერი და გიორგი ბაქრაძე, ფიზიკოსის. ამჯერად. სალამი მეგობრებო, მოგწადით. უამრავი ფიზიკოსი და კომენტატორი. კი ბატონო, აბოლო ხანი. ჩემი კომპლიმენტები ბაქრაძემ კომენტარებში. საწვავი მოგვიტანე. დიდი მადლობა. რამდენი ლიტრია? დიდი ძალიან დიდი მადლობა. დავბრძანდით ბატონო. ესე იგი, სადღაც სახელი ბატონო კახა. ჰოლანდია. ამ წუთი რამდენიმე წამის წინ გვიხსნიდა მევლუდი რაღაცა საოცარ საწვავზე, რომელიც გარს შემოუტანია. ყველაზე მეტად მომეწონეს ორი სიტყვა: ეკოლოგიური და ეკონომიური და. რა ხდება მოგვიყვებით? მოგიყვებით, მოი თავიდან დავიწყოთ, სანამ
ამ საწვავის იდეა გაჩნდებოდა, შემოგვიტანა ახალი საწვავი. რა თქმა უნდა, ჩატარდა ბაზრის კვლევა, შევისწავლეთ საწვავის მომხმარებლის ქცევა, მათი მოთხოვნები, მათი პრობლემები და ამის მერე გადავწყვიტეთ, რომ შემოგვიტანა საწვავი, რომელიც სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის იქნებოდა. ჩვენი უცხოური ტექნოლოგები ამაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდნენ და საბოლოო ჯამში მივიღეთ ფორმულა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ყველანაირ ევროსტანდარტს და რაც მთავარია, მივახციეთ იმას, რომ სპეციალურად ქართული ბაზრისთვის შეიქმნა საწვავი. ერთი შეკითხვა აქვს. ბაზრის კვლევას თუ ჩაატარებთ, ალბათ პირველი პუნქტი ის იქნებოდა, რომ საწვავი ძვირია. თუ არ იყო ესე? რა თქმა უნდა, ესეც იყო. ხო. მაგრამ იყო სხვა დეტალები, რომელიც აი ამ ახალი საწვავის შექმნის დროს გავთვალისწინეთ. ანუ ეს ქართული საწვავი ასე შეიძლება ჭრალებში დავარქვათ. შეიძლება დავარქვათ, კი. GeForce. Georgian, ანუ? Golf. GeForce. კარგი, რაში მდგომარეობს ის ყველაფერი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ? კი, აი საკმაოდ რთული ამოცანის წინან შევიდექით. ანუ ერთ საწვავში უნდა მოგვეთავსებინა ის თვისებები, რაც არის მეტი სიმძლავრე, ძრავს, ეკონომიურობა, ანუ ნაკლები წვა და ასე შემდეგ. ის რომ ძრავს ასუფთავებს და ვფიქრობ, რომ გამოგვივიდა და ხვალ იქნება აღნიშნული საწვავის პრეზენტაცია და ხვალ გაეშვება ჩვენს ქსელში აღნიშნული საწვავი. პირველ ეტაპზე ვცვლით, აქვე ვიტყვი, ორ პროდუქტს, ეს იქნება GeForce Premium და GeForce Euro Regular და მომავალში აუცილებლად დაემატება GeForce დიზელი, Euro დიზელი. გიორგი, ერთი წუთის გარეშე პირდაპირ ვითხოვთ პასუხს. აბა ეხლა თქვენ აგვიხსენით რაო, რა GeForce-ო, რა წუთში. ну, ძალიან საინტერესო საწვავი არის. ასეთი უნიკალური თუ არის თან ეკონომიური, თან ეკოლოგიური, თან ასუფთავებს, თან რეცხავს, თან ხარშავს, ადეს ამზადებს. რა ქართველებმა მოვიგონეთ პირველები? ეს თუ რა? ну, ზოგადად ტექნოლოგიები წინ მიდის, ანუ სულ უფრო და უფრო კარგი საწვავი იქნება, სულ უფრო და უფრო ეკონომიური, ეკოლოგიურად მნიშვნელოვანი არის ეს, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის ამდენად დიდი პრობლემაა ეკოლოგია და ამ საწვავს ეს ემისიები იქნება ძალიან დაბალ დონეზე, დაბინძურება იქნება დაბალი. მარტო ჩვენი არა, ყველა საბოლოო ჯამში, ყველა მთელი მსოფლიო ნელ-ნელა გადავა სულ უფრო და უფრო უკეთეს საწვავზე. ჩვენ უბრალოდ ამ შემთხვევაში პიონერები ვართ რაღაცა კუთხით, ანუ ის რო შეიქმნა ჩვენთვის, ალბათ არნიშნავს იმას, რომ მარტო ჩვენთან იქნება, ყველგან იქნება და ბევრი პლუსი აქვს ამას, ბევრი პლუსი აქვს ცხოველისთვის, იმიტომ რომ სპეციალური ტექნოლოგია საშუალებას აძლევს დაიცვას ძრავი კოროზიისგან, რაღაცა სპეციალური საფარი იქნება ძრავის ზედაპირზე, რომელიც იცავს. გარდა ამისა, მაგას აქვს ეგრეთ წოდებული რიდის წნევა, ორთქლის რიდის წნევა დაბალი. ეს ხო, ანუ შევეცდები ახსნა. ანუ, როდესაც ჩვენთვის ფეხბურთი უფრო ესაა დარბიან ბურთულყა. ანუ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ სადაც არის ცხელის კლიმატი, ხდება ისე, რომ სურათი კი არა და ანიმაცია რო იყო, ხდება ისე, რომ ორთქლი წარმოიშვება საწვავში, მანამ სანამ კარბურატორში ან ინჟექტორში გავა. ამ შემთხვევაში მანქანა უბრალოდ იკეტება, ვერ იქოქება და პრობლემატური არის. რაც უფრო დაბალი არის ეს წნევა. აი თუ რამე მეშლება, მე ვუდი შემისწორებს. ხო, არა, მე უბრალოდ მე გავამარტივებ. ხო, გადმოვიტან მარტივენაზე. ხო. მნიშვნელოვანი კითხვა. და შესაბამისად ეს უფრო, ანუ აი ამისთვის ეს საწვავი ამ საწვავს ესწრება დაბალი და ეს პრობლემაც არ იხსნება. ანუ ბევრი პლუსი აქვს ცხოველისთვის. იცით რა, ეხლა ჩემი მანქანა, რომელმაც რა აღარ ჩაისხა და რა ძრავაზე აღარ იარა და ასევე ყველა სერვისს ყურებს და მაინც დადის. აი თქვათ მე ჯერა თქვენი რა თქმა უნდა და გადავწყვიტე რომ გადავიდე Golf-ზე, ხო? GeForce-ზე. GeForce-ზე უკაცრავად. ხო, GeForce-ზე. ამ ჩემ მანქანას ჭირდება გაწმენდა, რაღაცა პროფილაქტიკა, რაღაცა გამორეცხვა, აბზის გამოწმენდა. თუ არა, მართლა, იმიტომ რომ ხო ეს ყველაფერი ტრიალებს რჩება, გაჭუჭყიანებულია. მე გეტყვით, ანუ ეს კითხვა რომ სარდაგესო მაინც ახსნიდი ამას. თუ ჩვენ გადავდივართ ამ ტიპის საწვავზე, რომელშიც უკვე იმდენად არის დამუშავებული ტექნოლოგიურად, რომ აი ამ ნადებებს რაღაცებს ებძვის, რომ ის არ დაიდოს შესაბამისად, თუ უკვე ის დევს ხო იმასაც ებძვის, რომ მოახერხოს ამის გაწმენდა და ამიტომ როგორც მინიმუმ თავიდანვე ფილტრები უნდა შევცვალოთ, იმიტომ რომ თუ ფილტრში უკვე ეს დაგროვებული ჭუჭყი არის
ეს ახალი ტექნოლოგიით სამზადებული საწვავი იმას შეეჭიდა, წაიღებს ამ ჭურჭხს და სისტემაში წავა, ანუ თავიდან პირიქით უფრო პრობლემა შეგიქმნის თუ ფილტრები არ შეცვალა. ამიტომ თავის ვადა და ზოგადად უნდა სვალოს. ხო, მაგრამ თუ გადავედით თუ ამ საწვავზე და ფილტრის ჯერ ფილტრი შევწვალეთ, გადავედით ამ საწვავზე და ვართ ბედნიერი, ანუ ზრავს ეკოლოგიას მინდა რომ დავუბრუნდეთ შეიძლება, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო რაღაცა მოწოდებულია იქითკენ, რომ თქვა ერთი დღე მანქანა დააყენე, მეორე დღე იარე და ასე შემდეგ, ხო, რაღაცა ესეთი პოლიტიკა შეიმუშავა ბევრმა ქვეყანამ. კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, ეკოლოგიის კუთხით, აი პროცენტულად ალბათ ვერ ვიტყვით, მაგრამ ვთქვათ, იმ ძველ საწვავებთან შედარებით, კი, ცალსახადო დაბალი არის, ანუ ემისია, ის მავნე გამონაბოლქვი რაც არის, კი, უფრო დაბალი არის. შესაბამისად, ეკოლოგიისთვის დიდი პლუსი არის. ჩვენთან მით უმეტეს, ჩვენთან იცით რომ არ არის მაინც ევროპულ დონეზე. რა გამახსენდა, მოვდიოდი დღეს და სამსახურში და ვიმახსოვრებდი რომ არ დამავიწყოს მეოდისთვის მეკითხა თქო. არის თუ არა უკაცრავად თემინა გადავხო ზუსტად 15 წამი. აქვს თუ არა უფლება ქალაქში, აი ნუცობიძის ქუჩით მოვდიოდი სამსახურში, რუსთავეურის ოფისში. აი ამ ვიწრო ყველაში. ამ ვიწრო ქუჩაზე ჩვეულებრივი ორი საპირისპირო ხაზია და კიდე გასაჩერებელი იმისი დახაზული. ხო, რასი ვიწროა შენს კარგად იცი. მოდიოდა ტრაილერი სპეციალურად დავითვალე 4 მწკრივად ქონდა მოკეთ ბორბლები. 8 ბორბლიანი სიხსრუტები რამხელა და მე როგორც ვიცი ქალაქში აქვს უფლება ამხელა ტრაილერებს რა საბოლოო რა გამოდიოდა იქიდან ეკოლოგია აქვს იმიტომ რომ წარმოიდგინე ხო უნდა როგორც მინიმუმ ააშენო სადღაც რაღაც ხო ანუ კორპუსს რაღაც არ არის შეზღუდვა რაღაცა კი არის შეზღუდვები მაგრამ თუ აქვს სპეციალური ნებართვა მაშინ შეუძლია მივიდეს იქ იმიტომ რომ ხუნა მიიტანოს ის მასალა რა ქანს სხვანაირად პატარა ავტომობილით მადლობთ ხო ეკონომიაზე მაშინ GeForce დაუბრუნდეთ არის თუ არა გაზომილი აი ძალიან პრაქტიკული შეკითხვა მაქვს მეც თქვა გამოცვალე ეს ფილტრები ჯერში ვიპოვე სადარი და მე გამოცვალე კაი და გადავედი ამ GeForce-ზე არა მე ამოცანა მაქვს მე თვითონ უნდა ვისწავლო მანქანის მოვლა არის თუ არა გაცვლილი ეს სხვაობა ხო რამხელა ეკონომიას დათვლილი როგორც ესეთი არ არის მაგრამ ზოგადად ამ ტექნოლოგიის ანუ ამ საწვავში ესეთი ნივთიერებებია რომ ამას მაქსიმალურად მინიმუმამდე დაყავს ეს გამონაკლისი მე გეტყვით ერთ უფრო ღრმად ბოდიში რომ ჩაგეჭერებით ის რომ ჩვენ ახლა ტესტვის რეჟიმში ვართ ანუ საწვავს სინჯავთ და ძალიან მალე იქნება ეს უკვე ციფრებით გამოქვეყნებული თუ რა იყო როგორ იყო რამდენი იყო ზუსტად ხო რამდენი იყო ეს ეკონომია მაგრამ დღესდღეობით რაც ტესტმა გვაჩვენა 10-12%-ის ეკონომიას აკეთებს დაახლოებით ზუსტი ციფრები გვექნება როცა უკვე ტესტი დასრულდება 12 შესანიშნავია ხარჯის და ჩვენი ჯიბის ეკონომიას თუ აკეთებს თავისთავად შესაძლოა სარეკლამოში საარჩევნოთ რომ შეპირდე ხალხს მოხსენე რა ისე ტახებზე არის ბოლოს არ არის გვიან აი ჩვენ და გავთი პრინციპში ძალიან მარტივად აიხსნება როდესაც სიმძლავრეს მეც გამომუშავებს ხო ავტომობილი შესაბამისად მას ნაკლები საწვავი ჭირდება იმისთვის რომ გადაადგილდეს ეს არის და ეს ანუ პრინციპი მარტივია მთავარია იყოს ის ტექნოლოგიით ანუ თანამედროვე ტექნოლოგიით დამუშავებული იმ დონეზე ორი რაღაც შეეძლოს, ანუ სიმძლავრე მეტი კონდეს, გამონაბოლქვი ნაკლები. გაკაჩოს მანქანა. მე მგონია, რომ აი ხალხმა რომ იმუშაოს. ხო. თელ სოფიოს პრიორიტეტი რომ ეს გახდეს, ეს ყველაფერი დავა მინიმუმამდე. რა, ეს ყველაფერი და გამონაბოლქვი, დაზიანებები და ასე შემდეგ, გარემოსი. არ არის ესე? სისტემა კიდეც, უბრალოდ მანქანების რაოდენობა იზრდება თორე. საწვავის ხარისხი სულ იზრდება. კი, სულ მუშაობა მაგაზე მუდმივად. ტყვია ნარევები რო იყო ადრე, აი ხა წარმოუდგენელია სულ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის შილო კორეა იყენებს ეგეთ საწვავს ახლა. მაგრამ ეს იყო ყველა მაგას იყენებდა და ეს ხო საჩინელება ეკოლოგიისთვის ხო, ანუ სულ უფრო და უფრო უჯობესდება საწვავის ხარისხი და ნეველა შენთვის არ იყოს. ერთი რამ მინდა კითხოთ, ბენზინის და დიზელის შემთხვევაში თანაბრად მავნეა გამონაბოლქვი? რაც ისულელებ თქვი? თუ სხვადასხვა კარგი კითხვაა მინდა გითხრათ რატომღაც მაინც მოიაზრება რომ დიზელს უფრო მეტი აქვს რა ქვია მავნე გამონაბოლქვი მაგრამ რეალურად ესე არ არის რა არის სპეციალურად ანუ დიზელის სისტემა ზოგადად დიზელის საწვავი მაინც რა მიუხედავად იმისა რომ უფრო მეტად ბოლავს ხო ანუ მავნე ნივთიერება შეიცავს ნაკლებს
ხო და კიდევ ხმის ამბავია ცოტა ზრავის. ხო, ნუ ეკონომიური გაცილებით ეკონომურია, მანდორია ძრე არ არის. და ძრავისთვის დიზელი ჯობია, თქვა თუ იმას სპეციალური ძრავი აქვს და ამას ხო, ნუ რადგან ესე ჩაუღრმავდით, ისე მაინც ზოგადად ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან ღრმად შევიდე. გამძლებადობა თუ რა. გეტყვი როგორ რაღაცაა რა, როცა დიზელის ძრავით აღსრულდა ავტომობილი ყავს, უფრო ჯანიანად გზნობთ. მართლა უფრო ძლიერია დაბალ ბრუნებზე, მაგრამ თუ ბენზინის ძრავი ყავს, ბენზინის ძრავი არის ის რომ მაღალ ბრუნებზე გამოიმუშავებს ამ სიმძლავრეს. დაბალ ბრუნებზე რა ნელა რო დადიხარ? ხო, ანუ აი სადღაც აღმართ მიადექი დიზელი ეს ტრაქტორივით უუნით აევლის ხო და ბენზინის ძრავის შემთხვევაში ხო და ზოგადად სხვა პრინციპით მუშაობს. რა დიზელის სისტემას არ ჭირდება არანაირი ნაპერწკალი იმის რომ აფეთქდეს რა, ანუ შეკუმშვის ხარჯზე ტემპერატურა იმხელა რომ მაინც ფეთქდება. ძრავიანი მანქანებით ზამთარში უფრო ისეთია ხო არ იყინებაო თუ რაღაცა არა პირიქით დიზელი ზამთარში გჭირდება ზამთრის დიზელი სპეციალური შემოსავალი გუდაურში ვიცი ჩამედრო დიზელის იმიტომ რომ შეიძლება გაიყინოს ხო ამიტომ და გჭირდება სპეციალური სისტემაც რომ გაათბოს და ქუქვამდე თან თაობებზე ვსვათ ეხა დიზელის ახალი თაობის ძრავები აბსოლუტურად უპრობლემოა არ ვიცი მე ეს GeForce კიდევ ერთხელ გავიმეორებ რა ნაირსახეობები გვექნება ამ ეტაპზე გვექნება მხოლოდ ფასეს ვიტყვი, ამ ეტაპზე გვექნება მხოლოდ GeForce Premium-ი და GeForce Euro რეგულარი და მალე დაემატება GeForce Euro დიზელი. და რაც შეეხება ფას, ამ ეტაპზე ფასი იქნება 3-4 თეთრით მეტი. და მომავალში შეიძლება გაუგთანაბრდეს იმ ფასს, რაც დღეს გვაქვს. მაგრამ თქვენ რომ ეს 3-4 თეთრიანი სხვაობა ღირს იმად რომ ძრავი აი მელოდმა დაგვიკითხოთ ტესტებით. მერე დავიწყე ტესტებს შეგაბარებთ, მოგახსენებთ. ჩვენ გამოვცვლით ფილტრებს. ფილტრებია გამოსახული. აუცილებლად და გამოვცვლოთ არ გამოვცვლოთ. ეკონომიურ ერთი რამე მინდა კითხოთ. ადრე თუ ვერ მაინც იქნება გამოსახული, ბარემ საწვავთან ერთად ხო. როდესაც თქვათ იმ ჩემი ბენზინის ავზე მითითებულია რაღაცა სხვა საწვავი და მე ვიყენებ სხვას. ეს რა უშვება ძრავს? ეს მე მითითებული არის ციფრებით და არა რომელიმე სახელობით არ არის. ჩაასხი არის არა, ხო არის ოქტანობა მითითებული შესაბამისად ეს ოქტანობა ეს პრემიუმ საწვავი რომელიც პირველი შემოდის არის თითქმის ანუ მასიურად ყველა ავტომობილისთვის ხო იმიტომ რომ არის რა თქმა უნდა უფრო დაბალი ხარჯი და უფრო მაღალი ხარჯი მხოლოდ სპორტული ტიპის ავტომობილებს აქვთ ამის გამოყენება და თუმცა იმ ავტომობილებსაც შეუძლიათ რომ პრემიუმ საწვავზე იარო ნუ უმრავლესობა მაინც ესე იგი პრემიუმი არის ყველანაირზე და ყველაზე უფრო მიღებული ყველა ტიპის ავტომობილი როგორ მიხარია რომ ის დრო რო წავიდო რომ აი ორჯონე კი დისემბრისაც შეესტოიჯობია ჩვენ დივინოსტატრეტის რო იზახდე. ნუ ეგ არ გეცოდინება შემგანც. აბა თუ იციან. რეგულარსაც შეეხება, ხო, ნუ უფრო მაინც ისეთი ავტომობილებისთვის არის, რომელსაც ნაკლები სიმძლავრეც აქვს და რომელსაც არ აქვს პრეტენზია სიმძლავრე ქონდეს და თან უფრო ძველი ტიპის ავტომობილებისთვის, თანამედროვე ტიპის ავტომობილები უკვე, ხო, რეგულარის საწვავზე უჭირთ ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩემი არა ძალიან ძველი ტიპის ავტომანქანაში თუ რეგულარს ასხავ, რას უშვება ძალიან მოკლედ რომ მითხრა რთული სიტყვების გარშემო. ცუდი ხმა გესმის, როგორც თქვენ, ან დეტონაცია ხდება ძრავში, ეგრეთ წოდებული კლაპნების ხმა რო აქვს, წკრიალს რო იწყებს. არა, თან მარტივად უგორებელია მართლა. ეს საწვავის იმას რომ გამოაღები, ხაწერია ოქტანობა და შესაბამისი აწერია იმაზე. და საწერია ის უნდა ჩაასხა, გვაქვს, თორემ მე უფრო დანაცხოვებს. დავასრულებ, ანუ შეიძლება როგორც მინიმუმ ეგრეთ წოდებული კლაპნის დაწვა გამოვიწვიოთ დეტონაციის დროს და თან საწვავს არ მოიხმარს უფრო ნაკლებს მინდა გითხრათ, კი არის იაფი, ხო, მაგრამ თუ ჩავასხავთ იმასაც აწერია, ხო, და შევადარებთ, აღმოჩნდება რომ ერთი იგივე თანხა დავხარჯეთ, ამიტომ ძრავს ყველა ნოვაწვალებთ, რაც აწერია, ის ჩავასხათ. ხო, მაგას ვინადარებთ და ის მითი რო არის რომ ამერიკულ მანქანაში რაც გინა ჩაასხი, ამერიკიდან ჩამოყვანილ მანქანაში. რაც გინა ჩაასხი, არ, მაგრამ ზოგადად ამერიკაში უფრო დაბალი ოქტანობის საწვავს იყენებენ, შესაბამისად შესაძლებელია ამერიკულ ავტომობილში მით უმეტეს მაღალი კუბატური ეს ძრავის მქონე ავტომობილში ჩავასხათ დაბალი 1 ტონი დაბლა. ხო, დაბალი ისე ვთქვი ოქტანობის საწვავი. ანუ სწორედ აქედან წამოვიდა რომ ყველაფერს იტანს, ანუ იქ ასე თუ
ისი არა საწვავის კოეფიციენტები თუ და სხვა ციფრებით განისაზღვრება შესაბამისად თუ ჩვენს იმას აქვს საწვავს შევადარებთ ერთი ნაბიჯით დაბლა შესაბამისად ეს ხალხი სწორია ანუ შედარებით იტანს თუ არ არის რა თქმა უნდა ეს სპორტული ტიპის ავტომობილი ეს ცოტა ყბადაღებული თემაა საწვავის ფასების დაკლება არ დაკლების საკითხი. თქვენ როგორც ამ სფეროში ჩახედულ ადამიანებს, საერთოდ რამდენად რეალურად გეჩვენებათ ის, რომ საქართველოში საწვავის ფასები შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს. თუ ეს არის მხოლოდ რაღაცა ძალიან გრძელვადიანი სამუშაოების საერთოდ შესაძლებელია. ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის შესაძლებელი, იმიტომ რომ ვართ დამოკიდებული სხვა რაღაცაზე. ევროპაზე. ხო. დავიწყოთ წარმოება. საფრანგეთის ხო ადგილი იცის. აი აქ დავცეთ. უზებნოთ, კარგად, ბატონოგიური. ჭამურკილი იყოს აქ. რაღაცა ლოკალური რაღაცები არის. კი, მაგრამ რამდენი სირე არის და ძალიან ძვირია მოსახოვად, ამიტომ. ანუ ერთადერთი ვარიანტი ხჩემ ეკონომისტის მხარეს რომ ხარეზე რომ გადავიდე, ერთადერთი ვარიანტი იმისათვის რომ საწვავის ფასები მნიშვნელოვნად დაეცეს არის ნავთობის ფასების დაცემა, ხო, გლობალურ პერიოდში, ხო, გლობალურად და ნავთობის ფასების დაცემა შეიძლება ორი მიზეზის გამო ერთია თუ უცბად იპოვეს სადღაც ბევრი ნავთობი, რაც ნაკლებად სავარაუდოა და მეორე თუ მსოფლიოში მოხდა კრიზისი და ეს ნავთობი არავის აღარ შეჭირდება, ხო, როგორც 2008 წელს. მეორე ვარიანტი არ გვაწყობს. ელექტრომობილები ცალკე თემა არის. ისე გადახედეთ გარფის წარმოადგენს ტკივნეული. არა, მე არ ვთქვი. კარგი ჩვენთვის ძალიან შორეული თემა არის საქართველოს ელექტრომობილები, მithumetes მასობრივად და ამიტომ აი როგორც ვამბობთ, რეცესია არავის არ გვინდა, გლობალური კრიზისი არავის არ გვინდა, ამიტომ ამიტომ შევეცადოთ იმ პირობებში, გავხადოთ ეკოლოგიისთვის ნაკლებად მავნებელი და უფრო ეკონომიური საწვავი მოვიხმაროთ. უფრო ეკონომიური, რაც გარშემო გააკეთა კიდევ. გამოვცდით, იცოდეთ, აი გამოვცდით. ხვალიდან შეგიძლიათ. ხვალიდან ვერა, იმიტომ რომ ჯერ ფილტრები და გამოვცადეთ. არაფერი არ 15 წუთს. მართლა? კი, ვიდი შენ თუ დაიწყებთ 3 დღე უნდა. თუ მიიღარ 15 წუთში გამოგიწვია. ფილტრი პრინციპში ყველგან მოიგოება, უკვე არ არის პრობლემა, ნებისმიერ ნავთობისგან განსხვავებით ფილტრი. მე მგონი ის დროა, მეგობრებო, რომ ჩვენს ტერიტორიაზე, რუსთავი 2-ის ტერიტორია კი გვაქვს ჩაუბურღოთ ერთი? არა, ერთი პროფილაქტიკა, რომელშიც მორიგეობით ხან შენ იქნები დიმიტრი, დღის მორიგე ხან მე დევლოდი გვასწავლის და შეხედე რა მემიყურე. პერიოდულად თემებსაც გადავიღებთ, რაც დაგვჭირდება გავაკეთებთ, გამოვსულით და რაღაც ერთო ბლოკი გექნება, მე ხო დამოგენილია. აქეთ რამდენი კითხები ეხება ჩვენ თანაშრომლებს. ჩვენ ვცდილობთ რომ გეგმები აქვს და იმ ხელა საქმეა გასაკეთებელი და უკვე დაწყებული, მე ალბათ მოყვება როცა იქნება კიდე ახალი. ინტრიგა ჩაიგებია. შემაჯამებელი სიტყვა საწვავთან დაკავშირებით და დავასრულოთ. თუ ყველაფერი ვთქვით. ხო, არა, ყველაფერი არ, ერთი ხაზს გავუსვა უბრალოდ იგივე რაღაცას, რომ ანუ დავიწყებ ამერიკული ავტომობილებისგან, მაინც როცა ავტომობილს შევიძენთ, არ იქნება რთული თუ გადავამოწმოთ რა საწვავზე მუშაობს, ის და სწორედ იმას შევასხავთ, კინა ამერიკული იყოს, კინა იაპონური, კინა ევროპული. თუმცა ამერიკული ავტომობილების შემთხვევაშია უფრო დაბალი ოქტანობის, უმეტეს შემთხვევაში დაბალი ოქტანობა უფრო მიღებულია, ვიდრე დაუშვათ იაპონური ავტომობილების შემთხვევაში. ხო და სწორედ იმიტომ რომ ის საწვავი ჩავასხათ, რომელიც საწვავის იმ ავტომობილს სჭირდება, ყველაზე მიღებული საწვავი არის სწორედ პრემიუმი და პრემიუმი G-Force საწვავი იქნება ყველასთვის მისაღები, იმიტომ რომ ეკონომია როგორც მინიმუმ გააბათილებს სწორედ იმ ჩვენ იმ ჩაციკლურ აზრს, რომ იაფიან საწვავი უფრო დიდხანს და იაფად გვატარებს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩვენო სტუმრებო.